უკვე დაახლოებით 9 წელი რაც დავიწყე ქართული ენის სწავლა და აქამდე რა თქმა უნდა ბევრი სირთულე ახლაც მიჭირს ხოლმე ქართული ენის სწავლის პროცესში და ახლა მინდა გაგიზიაროთ როგორც უცხოელი ვინც სწავლობს ქართული ენას მინდა გაგიზიაროთ ორი მესეჯი ქართველი ხალხის მიმართ იმის რომ უცხოელებმა როგორც მე კარგად აიტვისონ შეისწავლონ ქართული ენა საქართველოში იცით როგორ არის ბოლო დროს გაიზარდა ბევრი რაოდენობა უცხოელების რაოდენობა ვინც სწავლობს ქართულ ენას საზღვარგარეთ საქართველოში ვინც ცხოვრობს ეს ძალიან კარგი ტენდენცია ჩემი აზრით ქართული ენა ესეთი უნიკალური ენა არის და იხმარება ძირითადად საქართველოში სხვა ქვეყნებში არ იხმარება მაგრამ მაინც ესეთი ინტერესი ქართული მიმართულებით და ცნობადობაც აიმახლა და ჩემი აზრით ძალიან შესაძლებელი ტენდენცია მაგრამ პარალელურად როგორც მე უცხოელი აქამდე იყო და ახლაც არის ახლა არა ჩემი შემთხვევაში მაგრამ არის ბევრი სირთულე ქართული ენის სწავლისადმი და იმის რომ თქვენ შეგიძლიათ და გვეხმაროთ აი უცხოელები ქართული ენის სწავლაში მინდა გაგიწეროთ ორი მესეჯი პირველი არის როდესაც ჩვენ უცხოელები გელაპარაკებით ქართულად კარგი იქნება თუ უფრო ნელა და ასევე უფრო ადვილი სტილოებით გვერაპარაკოთ ჩემს შესაძლებლად მე ახარ მეხება მაგრამ დაელაპარაკოთ უცხოელები ვინც სწავლობს და ცდილობს რომ გამოიყენო ქართული ენა თქვენთან იმიტომ რომ უცხოელების რაოდენობა ძალიან ცოტა მაინც ძალიან ცოტაა ვინც სწავლობს ქართული ენას და ალბათ მიჩვეულიც არ იქნება ეს შემთხვევა ამიტომ როდესაც ისეთი სიტუაციაში ქართველი ხალხი ელაპარაკე უცხოელებს როგორც ელაპარაკებიან სხვა ქართველებს ანუ ძალიან ჩქარად და ესეთი სლანგებით ესეთი რუთულ სტილოების გამოყენებით კი რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივი ქართული ენის სწავლაც მნიშვნელოვანია მაგრამ დასაწყისში როდესაც უცხოელი სწავლობს უცხო ენას და მას შორის ქართული ენას რა თქმა უნდა არ ეწოდინება ესეთი რუთული სტილოებიდან განსაკუთრებით ის გაგების დონეც ჯერ ჭამყარებები არ არის ანუ მოსმენის უნარები რა ამიტომ თუ დაელაპარაკებოდით უცხოელებს ცოტა ნელა და უფრო ადვილი მარტივი სტილოებით თუ დაელაპარაკებოდით მაშინ კარგი იქნება და უფრო მეტი мотивация დიდი ალბათობით გაიგებენ რაზეა საუბრის შინაარსს და კომუნიკაციაც უფრო როგორ იქნება უფრო გამარტივდება ეს ერთი და მეორე თუ უცხოელი მოდის და ცდილობს რომ დაგილაპარაკონ ქართულად მაშინ დაელაპარაკეთ ქართულად მე ახარ არის მაგრამ როდესაც მე დავიწყე ქართული ენის სწავლა და აქცენტი მქონდა ძალიან მკვეთრი ასე რომ ვთქვათ სტოყომარგის და ცოტა მქონდა მაშინ 8-9 წლის წინ როდესაც დავიწყე ქართული ენის სწავლა მაგრამ მაშინ მიუხედავად იმისა რომ მე ველაპარაკებოდი ქართულად მაგრამ მფასობდნენ ინგლისურად ეს შემთხვევა ახლაც ხანდახან ხდება კი ეს გარეგნობით ცოტა უცნაურია რომ ესეთი გარეგნობის უცხოელი გელაპარაკებათ ქართულად და აქედან გამომდინარე ინგლისურად იწყებენ საუბარს მესმის იაპონიაშიც ეგრეა სოხტაშიც ხშირი თემაა მაგრამ თუ უცხოელი ცდილობს რომ გამოიყენო და დაგელაპარაკონ ქართულად მაშინ მინდა რომ უფასხონ ქართულად ეს ძალიან მნიშვნელოვანია უცხოელებისთვის იმპუტისთვის ანუ ქართული ენის შეხებისთვის და პარალელურად ეს კომუნიკაცია მოთლიანად თუ დაიწყებთ ინგლისურად ლაპარაკს მაშინ იმის მერეც სულ მუდმივად იქნება ინგლისურად რაც მოგიცევს რაც გაარუთულებს ამათ იმ უცხოელების ქართული ენის სწავლის პროცესს ამიტომ კი რა თქმა უნდა თუ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია თუ რამეზე ილაპარაკებთ
რაღაც კონტრაქტზე არ ვიცი, მაგრამ სამუშაო რაღაცებზე თუ მაშინ კი, ანუ მისი ანდასანი არასწორი გაგება არ შეიძლება და რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში ინგლისურად დაჟობია რომ დაელაპარაკო. მაგრამ თუ რაღაც ესეთი მეგობრული რაღაც შინაარსი არის, მაშინ კარგი იქნება თუ დაელაპარაკებით ქართულად. თან ნელა ცოტა. და თან პრომარეთების სიტყვებით. თუ მისი მათი ქართულის დონეები ძალიან მაღალია, მაშინ კი, ანუ როგორც შეგიძლიათ დაელაპარაკოთ როგორც ქართველი, ხან შეგიძლიათ უთხრათ რაღაც ქართული იუმორის რაღაცები ხომრობა და პროცესს ასწირო და მხიარული მეგობრული ურითელეთვე ჩამოყალიბებდება რა. ხო და მე მქონდა ძალიან ბევრი სიუტრები დასაწყისში და ამიტომ მინდოდა გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება და ასე ვთქვათ მესეჯი რჩებები იმისთვის რომ ჩვენ მეც დავეხმაროთ სხვა ხალხი, განსაკუთრებით უცხოელი ხალხი, ვინც დაინტერესებოდა ქართულ ენით და ფაქტობრივად სწავლობს ქართულ ენას. ხო. ესა და კიდე გადავიხავ სხვადასხვა ვიდეოს. ხომ ეს მანდრობა თქვენი ყურადღებისთვის და აბაჰი მაგდანე